ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისიდან 3000 ტონა საწვავის შეტანას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი ეჭვით საწვავის ნაწილი შესაძლოა რუსეთის სამხედრო ძალების მომარაგებისთვისაც იქნეს გამოყენებული. ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მეხუთე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის Facebook პლატფორმაზე იუწყება. ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი კი სამეგრელოში გადაღებულ რუსული ბენზინმზიდის ფოტოს აქვეყნებს. ქართული ოცნების დეპუტატი რატიონა თამაშვილი ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ საწვავის მიწოდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და ნდობის მშენებლობის პროცესს ემსახურება. ოპოზიციაში აფხაზეთში გაგზავნილი საწვავის წარმომავლობის და დანიშნულების გარშემო მეც სიცხადეს მოითხოვენ. ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საწვავის დეფიციტის ფონზე საოკუპაციო რეჟიმის თავარ მაშველს რგოლად იქცა. ეს არა მხოლოდ მტერთან კოლაბორაცია, არამედ ეს არის ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი. არკმარა მხოლოდ კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის შესაბამისად იმოქმედეს, ჩვენ ვიცით მათი კორუფციული მადა, ის რომ ქართული ოცნება იხჩობა კორუფციაში, ამაზე მეტყველებს ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდებები და მსჯავრდებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აქ უნდა დაისვას კითხვები, პირველ რიგში, ვინ არის მიმწოდებელი წარმომავლობა საწვავის, ვინ არის მიმღები